მარჯობა ჩემო მაყურებლებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ ყველა ხართ კარგად, ჯანმრთელად და იმედი მაქვს რომ ყველა უყურებთ ჩემს ვიდეოებს და სწავლობთ ინგლისურს. და თუ კი თქვენ უყურებთ ჩემს ვიდეოებს და სწავლობთ ინგლისურს, მაშინ მოდით ახლა გავაგრძელოთ მეცადინეობა და დღეს ამ ვიდეოში ჩვენ ვისწავლოთ ის, თუ როგორ უნდა ვთქვათ ინგლისურ ენაზე საუბრისას სიტყვა ხოლმე. სიტყვა ხოლმე ინგლისურ ენაში არის ორნაირად. პირველი usually და მეორე would. იქამდე სანამ ამ ორ სიტყვას ცალ-ცალკე განვიხილავდეთ, დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ სიტყვა ხოლმე ქართულში არის სასაუბრო სიტყვა. ანუ ჩვენ მას ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ მეგობრებთან ერთად, ან ნაცნობებთან ერთად. ის არის ყოველდღიური სასაუბრო სიტყვა. ჩვენ ქართულ ენაზე საუბრისას სიტყვა ხოლმეს არ ვიყენებთ აკადემიურ მომენტებში, ანუ აკადემიურ სიტუაციებში, ხო? ჩვენ მას არ ვიყენებთ კონფერენციებზე, არ ვიყენებთ უფროსებთან საუბრისას და ასე შემდეგ. მაგრამ აი სიტყვა ხოლმე ინგლისურ ენაზე საუბრისას, ანუ სიტყვები usually და would უკვე არის როგორც სასაუბრო სიტყვა, ასევე წერითი სიტყვა, ანუ ის არის ასევე აკადემიური ინგლისური. ანუ თუ კი სიტყვას ხოლმეს ქართულში ვიყენებთ მხოლოდ საუბრისას, არაფორმალურ სიტუაციებში, სიტყვა ხოლმე ინგლისურში, ანუ usually და would შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ყოველდღიურ სასაუბრო ენაში, ასევე წერისას და ასევე ოფიციალურ შეხვედრებისას. ახლა კი მოდით განვიხილოთ ის თუ სიტყვა ხოლმე, ანუ სიტყვა usually და would როდის უნდა გამოვიყენოთ ინგლისურ ენაზე საუბრისას და რა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის. სიტყვა usually ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლანდელ მარტივ დროში, ანუ იმ დროში, რომელიც ხდება ზოგადად და მეორდება ხოლმე. აი მაგალითად, I usually have a sandwich for lunch. I usually have a sandwich for lunch. მე lunch-ზე სენდვიჩს მივირთმევ ხოლმე. ან მაგალითად, I usually see my friends on weekends. I usually see my friends on weekends. მე ჩემს მეგობრებს ხვდები ხოლმე შაბათ-კვირას. ან I usually get home at 6 o'clock. I usually get home at 6 o'clock. მე სახლში მოვდივარ 6 საათზე ხოლმე. ეხლა ნახეთ. მე usually ამ სამივე მაგალითში გადმოვთარგმნე როგორც ხოლმე. იმიტომ რომ ჩვენ ასე შეგვიძლია ვთქვათ, ხო? მე სახლში მოვდივარ ხოლმე 6 საათზე. მე მეგობრებს ნახულობ ხოლმე შაბათ-კვირას და ასე შემდეგ. თუმცა სიტყვა usually ჩვენ ქართულში ასევე შეგვიძლია გადმოვთარგმნოთ როგორც წესი ან ჩვეულებრისამებრ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ქართულად ვთქვათ ასე რომ მე როგორც წესი მეგობრებს ვნახულობ შაბათ-კვირას, მე როგორც წესი სახლში მოვდივარ 6 საათზე, ან რომ მე ჩვეულებრისამებრ სახლში 6 საათზე მოვდივარ, ან მე ჩვეულებრისამებრ მეგობრებს ვნახულობ შაბათ-კვირას. მე ჩვეულებრისამებრ სენდვიჩს მივირთმევ ლანჩის დროს და ასე შემდეგ. ანუ სიტყვა usually ითარგმნება როგორც ხოლმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ მეგობრებთან და ასე შემდეგ, ხოლო აი უკვე როდესაც ჩვენზე უფროსებთან ვსაუბრობთ, ან ვსაუბრობთ არაფორმალურ სიტუაციებში, აი ეს სიტყვა usually, რომელიც არის ხოლმე, ასევე შეგვიძლია გადმოვთარგმნოთ როგორც ჩვეულებრისამებრ ან როგორც წესი. და აქ ერთი პატარა რამ, რომ სასაუბრო ინგლისურში usually შეგვიძლია რომ ჩვენ ვთქვათ წინადადების თავში. თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ მე სამივე მაგალითში ჯერ ვთქვი I, ანუ მე, შემდეგ ვთქვი usually და შემდეგ უკვე ვთქვი ზმნა. მე მაგალითად ვთქვი I usually get home at 6 o'clock. I usually see my friends on weekends. I usually have a sandwich for lunch. მაგრამ სასაუბრო ინგლისურში მე შემიძლია რომ ვთქვა ეს წინადადებები ასეც usually I see my friends on weekends. Usually I get home at 6 o'clock. Usually I have a sandwich for lunch. და ასე შემდეგ. ანუ ვიმახსოვრებთ რომ სიტყვა usually შეგვიძლია ვთქვათ როგორც წინადადების თავში, ასევე შუაში I-სა და მთავარი ზმნის შორის. აი სიტყვა would უკვე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარსულ მოქმედებებზე. ანუ ისეთ რაღაცებზე, რაც მოხდა წარსულში და როდესაც ჩვენ რაღაცას ვყვებით ჩვენი წარსულიდან.
მაგრამ მოდით სანამ სიტყვა wood-ის გამოყენებაზე გადავიდოდე უფრო დაწვრილებით, მანამდე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეეძინოთ ჩემს მიერ შემუშავებული A1, A2 და B1 დონის კურსები და თქვენ თვითონ მასწავლებლის გარეშე ან თუნდაც მასწავლებელთან ერთად სახლიდან გაუსვლელად ვიდეოების საშუალებით შეისწავლოთ ინგლისური ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. შეგახსენებთ, რომ A1 და A2 დონის კურსი არის დამწყებთათვის, ხოლო B1 დონის კურსი არის უკვე მათთვის, ვინც ინგლისური ენა იცის რაღაც დონეზე და სურს, რომ თავისი ცოდნა გაიუმჯობესოს. ამ კურსის შეძენის შემთხვევაში მე თქვენ გიგზავნით ვიდეო მასალას, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ რომ უყუროთ და ამ ვიდეოებში მე თქვენ გიხსნით ყველაფერს ისეთი დაწვრილებით, როგორი დაწვრილებითაც ვუხსნი ხოლმე ჩემს მოსწავლეებს და სტუდენტებს. მოკლედ, თუ უფრო მეტი დაგაინტერესებთ ამ კურსების შესახებ, შეგიძლიათ რომ მომწეროთ პირადში, ან Facebook-ზე, ან Gmail-ზე და შემდეგ უკვე მეც დაგიკავშირდებით. ახლა კი მოდით გავაგრძელოთ სიტყვა wood-ის გამოყენებაზე საუბარი. აქვე ჩვენ დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ სიტყვა wood-ს აქვს სხვადასხვა გამოყენება. ანუ სიტყვა wood იმის გარდა რომ ნიშნავს ხოლმეს, კიდევ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა შემთხვევებში. ამ სხვადასხვა შემთხვევებს მე დღეს არ განვიხილავ, იმიტომ რომ ეს არის სხვა ვიდეოს თემა. აი დღეს კი ჩვენ მოდით ვისწავლოთ ის, რომ wood ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წარსულ მოქმედებებზე საუბრისას, მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ წარსულში რაღაცას ვაკეთებდით ხოლმე და რომ ჩვენ ამ რაღაცას ეხლა აღარ ვაკეთებთ. ანუ უკვე მიხვდებოდით, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წარსულ დროზე, რომ მე მაგალითად, როდესაც პატარა ვიყავი, მივდიოდი ხოლმე ტყეში, ან რომ მაგალითად, როდესაც პატარა ვიყავი, მამა მიკითხავდა ხოლმე ზღაპრებს და ასე შემდეგ, ანუ როდესაც რაღაცას ვამბობ წარსულ დროში, რომ რაღაცა ხდებოდა ხოლმე, აი ეს ხოლმე, უკვე წარსულ დროზე საუბრისას არის would. მაგალითად, when I was a child, my dad would read me amazing stories every night. When I was a child, my dad would read me amazing stories every night. როდესაც მე ვიყავი ბავშვი, მამა მიკითხავდა ხოლმე გასაოცარ ამბებს, ისტორიებს ყოველ ღამით. ანუ ნახეთ, მე აქ გამოვიყენე სიტყვა ხოლმე ქართულ ენაზე საუბრისას და ინგლისურში ის უკვე გადავთარგმნე როგორც would. My dad would read me amazing stories, okay? აქვე მიაქციეთ ყურადღება ერთ რამეს, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს წინადადება არის წარსული დროის წინადადება, ჩვენ სიტყვა would-ის მერე უნდა გამოვიყენოთ ზმნა საწყის ფორმაში, okay? მე ვამბობ my dad would read me an amazing stories. ანუ my dad would read. ანუ read, სიტყვა read, კითხვა, მე ჩავსვი ჩვეულებრივ საწყის ფორმაში და არა წარსულ ფორმაში, okay? იმიტომ რომ would-ის მერე ჩვენ უნდა ვთქვათ სიტყვა საწყის ფორმაში, okay? When I was a child, my dad would read me amazing stories every night. ან მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ როდესაც მე ვიყავი ბავშვი, ჩვენ მივდიოდით ხოლმე ტყეში ხშირად სიტყვაზე. ნახეთ, მე ამას ვიტყვი ასე. When I was a child, we would often go to the forest, okay? When I was a child, we would often go to the forest. და აქაც სიტყვა ხოლმე მე ინგლისურ ენაზე გადავთარგმნე როგორც would, იმიტომ რომ ეს არის წარსული დროის წინადადება და რა თქმა უნდა, სიტყვა would-ის მერე მე ზნა წასვლა, ანუ to go, ჩავსვი ჩვეულებრივ საწყის ფორმაში, იმიტომ რომ would-ის მერე ჩვენ ზნა უნდა ჩავსვათ საწყის ფორმაში, თუმცა ის ითარგმნება როგორც წარსული დროის ზნა, okay? ანუ when I was a child, we would often go to the forest. ითარგმნება როგორც რომ როდესაც მე ვიყავი ბავშვი, ჩვენ ხშირად მივდიოდით ხოლმე ტყეში, okay? და ამ წინადადებას როდესაც ვიტყვით, ჩვენ ქართულ ენაზე საუბრისას შეგვიძლია სხვათა შორის რომ სიტყვა ხოლმე საერთოდაც არ ვთქვათ. და ვთქვათ რომ როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩვენ ხშირად მივდიოდით ტყეში. რა თქმა უნდა, ესეც ჩვეულებრივი წინადადება, ანუ სავალდებულო არ არის სიტყვა would-ის გადმოთარგმნა როგორც ხოლმეს, okay? სიტყვა ხოლმე ახლანდელ დროში საუბრისას, ანუ მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცას ვაკეთებთ ხოლმე, აი ეს ხოლმე ახლანდელ დროში ითარგმნება ინგლისურ ენაზე საუბრისას როგორც
usually და ეს usually ქართულად ჩვენ შეგვიძლია რომ ასევე გადმოვთარგმნოთ როგორც ჩვეულებრისამებრ ან როგორც წესი, ხოლო სიტყვა ხოლმე წარსულ დროში საუბრისას უკვე იქნება როგორც would და would-ის შემდეგ ჩვენს ნა უნდა ჩავსვათ აუცილებლად ჩვეულებრივ საწყის ფორმაში. ახლა კი ჩემო მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ რომ შეამოწმოთ თქვენი თავები და გაიგოთ ის, თუ რამდენად კარგად გაიგეთ ეს ახსნელი მასალა პატარა სავარჯიშოთი. ეკრანზე გამოჩნდება რამოდენიმე წინადადება, სადაც ჩასასმელი იქნება ან usually, ან would და თქვენ შეგიძლიათ რომ ეს პატარა სავარჯიშო ამ ვიდეოში გააკეთოთ და შემოწმოთ თქვენი თავი და მიხვდეთ რამდენად სწორად გაიგეთ ეს ახსნელი თემა. მე კი ახლა დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებას გისურვებთ. ვიდეო არ გათიშოთ, იმიტომ რომ თქვენ წინ გელოდებათ სავარჯიშო. ნახვამდის და დროებით. Bye bye.